სოფლიო პოპულარული მუსიკა ამ სახელწოდებით ბათუმში სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა. შემოქმედებით საღამოზე დავით მუქერიას დირიჟორობით შესრულდა სოფლიო კინომუსიკა, ასევე აჟღერდა ვიქტორ დოლიძის ბაღდადური. კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის მუსიკალური ბათუმი 2025-ის ფარგლებში მოეწყო. პროგრამა მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებას აერთიანებს და მისი მიზანი რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენაა. ესეთი კონცერტი და ესეთი რეპერტუარი არა მარტო ბათუმში, არამედ ყველა ქალაქში უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ მაყურებელსაც ეტყობოდა თუ როგორი იყო მიმღებლობა თვითონ ამ მუსიკის მიმართ. მოდიოდა აკუსტიკურად ეს საოცარი ჟღერადობა მაყურებლამდე. ულოცავ მაესტრო მუქერიას, რომელიც 40 წელია დგას ამ სცენაზე და არა მარტო ბათუმის სცენაზე და ემსახურება ჩვენს ქალაქს. აქ იყო როგორც ევროპული, ასევე იყო სამხრეთ ამერიკული კონტინენტ ყველა წარმომადგენელი კომპოზიტორების და ეს ავარჩიეთ მარგალიტები და საკმაოდ რთული შესასრულებელი და აუცილებლად ასაკვირველია ერთი ქართულიც ჰქონდა ჩასმული. მუსიკალური ბათუმი 2025-ის ფარგლებში გაიმართა შემოქმედებითი საღამოც. ღონისძიება პოეტისა და პროზაიკოსის ფრიდონ ხალვაშის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში ლიზა ბაგრატიონი, ნანული აბესაძე, მურმან ჯინორია, ბექნუ ქაფიანიძე და ნინო გულიაშვილი მონაწილეობდნენ. საღამოს წამყვანა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულკიძემ ბათუმის დაარსების ისტორიაზე ისაუბრა. ბათუმური ამბები ბათუმზე ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად და ეს სწორედ ისეთივე თბილი გამოვიდა, როგორი თბილი და საყვარელიც არის ბათუმი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით, რომ ის მიეძღვნა ჩვენს უსაყვარლელ გოსანს, როგორც თავის თავს უწოდებდა ფრიდონ ხალვაში. ჩვენ ვინც ვიდექით სცენაზე, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა ბატონ ფრიდონზე, რომელიც ერთი როგორც განსაკუთრებული პოეტი და მეორე როგორც მოქალაქე, მოღვაწე, რომელმაც თავისი მხარის, აჭარის რაღაცა სევდა და სიყვარული ჩვენ დანარჩენ საქართველოში მცხოვრებლებს გულამდე მოგვიტანა და ეს ყველაფერი ძვირფასი გახადა.